ჩემთვის მაგალითად ხო ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ამ დღეებში ძალიან მიჭირს საერთოდ რამის თქმა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ჩემს ბავშვობაში მოახდინა გავლენა, ეს იყო მისი წარმომადგენლობითობა. აი რომ შეხედავდი ადამიანს და თვალისწორად და თვალი ჭამს სტატუს განასახიერებდა და მე აი ამდენი დეკადის განმავლობაში ლამის არის ახლა უკვე ჩვენც დავბერდეთ შვილიშვილის ბაბუა ხო ველადონის საერთაშორისო წარმომადგენლობა იქნებოდა თუ უცხოელების სტუმრობა საქართველოში ყველგან განსაკუთრებული იყო და სიამაყის გრძნობა ყოველთვის მეუფლებოდა იმის გამო რომ ის იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ოღონდ ერთი არასაც ბუნება მოგცემს და მეორეა თავად შენი ესთეტიური გემოვნება. აი ამ თვალსაზრისით ბევრ რამეზე იყო ლაპარაკი იქნება კიდეც, მაგრამ ეს ნაწილი ეს კუთხეც მინდა რომ შევამჩნიოთ და დავინახოთ მისი უწმინდესობის განსაკუთრებული სტილი. ახლა რო უყურებ გნებავთ აი სამების საკათედრო ტაძარი კი არა, საერთოდაც ყველაფერი ხო თავიდან არის აწყობილი სამოსის დაწყებული იმ აქსესუარებით, რომლითაც ეს თავისით არ მოსულა. ყველაფერზე არის ხელშენახები, აი ესე უხეშად რო ვთქვა. კი ბატონო, მის თქმა მინდა რომ თვითონ ხომ ძალიან იჭერად ხატავს, ფაქტიას წერს ამ ხატებს, რომელიც არ არის ნაიური, არის ძალიან ცოცხალი და ძალიან კარგი მუსიკა, რა თქმა უნდა. აი ამას რო აღწერს დროებაში დასაფლავების დღეს კვირა საღამოს მინდა დავაანონსო ძველი დროების დროს გაკეთებული ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი გავა ეთერში სწორედ მის უწმინდესობაზე და საინტერესო. ხო და ეს არის თავისთავად ახლა ვიცი ახლა რა შეხება ქონდა იგივე სახვით ხელოვნებასთან ერთი პერიოდის ის კი მთხოვა რომ გარკვეულად გამეკონტროლებინა ხახმა მაღლა თქვა დამითა პატარა ბიჭი ვიყავი ხო აი თქვა რა ტიპის განვითარება შეიძლება მოყოლო და ქართულ ხაზწერას ის კი არა და ის და თვალაზე რო ახსენეთ მან თხოვა ერთხელ რომ ქართული ჯვრები არ არისო აქო და ქართული ჯვრები ბოლნურ ჯვარზე იყო ლაპარაკი ქვევით სარდაფი იყო თუ გახსოვთ აი ამ ძველ იმაში საპატრიარქოში და იქ გამოანთავისუფლეს და მე რატომაც მე უნდა მომეჭრა ისინი ქართული ჯვრები კი ქართული ჯვრები სანათლაბი ჯვრები მელქიორის და ვერცხლის და გაკეთებული იყო ჩაიშალეს ამბავი რა თქმა უნდა ჩაერი ეგ ბნელი ხელი 100%-იანი ნამდვილად ვიცი თავისიც და როგორანაირადაც მაგრამ რეალურად აქაც კი იმიტომ რეალურად რუსეთთან შემოდიოდა ჯვრები და რეალურად ისინი თან იაფასიანი ჯვრები იყო და კი მართლაც იყო შედარებით მოკლე ოჯახებისთვისაც და ასეთი. მაგრამ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მე თვითონ როგორი ადამიანი იყო ამ კუთხითაც. მოკლედ, მე ესეთი სიტუაცია შემექმნა, რომ ესე იგი აფხაზეთთან დაკავშირებით მომთხოვა, რომ დამეწერა ილორის წმინდა გიორგის ხატი. ხა მე ხატწერი ნამდვილად არა ვარ რა, ამიტომ საკმაოდ ეგოისტი ვარ იმისთვის, რომ ხატები ვაკეთო, იმიტომ რომ საერთოდ მართლმადიდებლური ამ შემთხვევაში ბიზანტიური ხატწერა დოგმატიკასთან არის კავშირშია და პირდაპირ კავშირით გაგებით შემოვთქვათ, რომ იგი არის თეოლოგიის სფერო, ხო ვიზუალური თეოლოგია. მაგრამ დაიცვა წესები. ხო, ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მაქსიმალური გავაკეთე რაც შემეძლო თან ილორის. ესე განსაკუთრებით ჩემთვის თან მისთვისაც იქნო იქ მოღვაწეობდა, ხო, ახლა თქვენ ახსენეთ კიდევ სწორედ სოხუმი და აქედან გამომდინარე აფხაზეთი. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო შევასრულე სხვათა შორის. დავიცავი ყველა წესი აბსოლუტურად გრუნტიდან ასე შემდეგ. და მე ძალიან საინტერესო რამე მოხდა. მე აღმოჩნდი ისეთ ოჯახში, სადაც სწორედ ილორთან დაკავშირებული რაღაცა ნაცნობი გახდა და ჩემი ცოლი აღმოჩნდა ესე გაბროს ხელაიას შვილიშვილი. მე გარბიცოდი. ეს კურთხევა დავალება მანამდე მომცა, ხო? მანამდე მომცა და იქ დაკრძალულია ჩემი მეუღლის დიდი ბებია, კესარე მერჩულე. ილოშია დაკრძალული. ესე იგი ეს მეუღლე არის საბროს ხელაიასის, არამე იგი აღიკვეცებოდა. და საინტერესო მომენტია, ხო, როგორი კავშირები ხა. ასე რაღაცა შემთხვევით არ ხდება, ხო? ესე იგი წარმოუდგენელია, ხა. რატომ აწერინებს მე მაინდა-მაინც აი ამ ილორის წმინდა გიორგის, ხო? და თან ასლს ვაკეთებდი ბუნებრივია, მაგრამ მე ჩემი ნიუანსები მაინც შევიტანე. სხვა შორის ამდათვისაც პარიზის წმინდა ნინოს ტაძარში ახლა ეს ვერ დაწერილი ხატი, ხო და მნიშვნელოვანია და როდესაც აღმოჩნდა რომ მე აი ამ ოჯახში ვარ და მაქვს მისი ხელნაწერები გადმომცა მაჩვენა ჩემმა არაჩვეულობა სიმამრა გიაკლდიაშვილმა მაჩვენა რა ხელნაწერები ამ დროს ხელაიასი რომელიც უნდა მასთან წარედგინა სასამართლო რომ მოუწყოს ნახალოვკაში და სხვა შორის მივედი უწმინდესთან მაშინ უკვე აღარ მეცვასტიქარი უკვე ამ ხელ განთავისუფლდა გადავწყვეტე რომ მხოლოდ ხატვარი ვარ და მეტი არაფერი არ შეიძლება იყოს და მაშინ უთხარი მას რომ მე მაქვს ეს ხელნაწერები და მისი ფოტოები ახლა ფოტოები რო ცელდება ამ დროს ხელას იწოდეს ჩვენი ოჯახის არქივი
და მივედი მასთან. ჯერ კიდევ პატარა სალება საპატრიარქოში იყო და მომღიმარი სახით დამხვდა, მაგრამ როგორც კი უთხარ ამბროს ხელა ეს დოკუმენტები, უცებ სახე შეეცვალა და მეუბნება გიორგი ფრთხილად იყავი. ჯერ ის დრო არ არის. სიტყვით გეუბნებით. აი ესე პირდაპირ. ჯერ ის დრო არ, ჯერ იმდენად რთულად არის საქმე. აი პირდაპირ. ეხლა ამას მომპირულად გიო. იცოდეთ, აი პირდაპირ საჭირო ტელევიზიით რა. გამოვედი გარეთ გაოგნებული რა რას ნიშნავს რა გავაკეთო 85 წელია 4-5 წელია ხო ესე იგი თქვი ვარ და ნუ იქვე კიდევ მე მგონი სადღაც ანდროპოვის პერიოდია აი სწორედ ეს პერიოდია როდესაც აი я прикрою это шашлычную რა გამოვაცხადათ საქართველოს რა ეს პერიოდია ზუსტად გამოვედი და ნუ აკაკი მინდიაშვილი ვნახე იქ მაშინ იქ იყო მისი მეგობრობდი აკაკი მინდიაშვილთან ასე იგი და ისე მუშაობდა მაშინ ნატოფში და ამავე დროს და სხვა შორის ხო ისეთი გზნობა იყო რომ გამოდიოდა მოდი იმოქმედე აი გზნობ კი რა პირდაპირ სიტყვა იყო ნათქვამი ფრთხილად იმოქმედე ეხლა ვფიქრობ როგორ ვიმოქმედო და აი პირდაპირ რა ვიცი რა ბედია გაგუჩა ვნახე ну მისი მეუღლება მაკა ჩემი და მეგობარი იყო სწრაფად მოყვები ხა მოსა დრო არ დაგარგინოთ და მოკეთ გადაწყდა რომ ეს ყველაფერი ეს ხელნაწერი რომელიც გაცრეცილი იყო და ხა მინახავ ჩვენ სახლში ესე იგი მიმეტანა მაკასთან უნდა რა თქმა უნდა ამის უფლება ბატონმა გიამოვსა ჩემს სიმაბრა მივედით და გადაწყდა რომ ეს ყველაფერი დაიბეჭდებოდა არჩილ სულაკაურთან ხო არჩილ სულაკა ბატონი არჩილა დიდებული კაცი რა მაშინ ნათობის რედაქტორი იყო და მომზადეთ ეს წერილი წარმოგიდგენთ რა რთული თემა იქნებოდა ეს ყველაფერი გავაკეთეთ რა თქმა უნდა თავლით მაიქ რაღაცები შეამცირა მაგრამ ის თქმა მინდა დავხატე ამავე დროს დიდი პანორამა ამბროს ხელა ეს დაბრუნება არ მომცა საშუალება მხატვართა კავშირში გამომეფინა სამაგოდ პარმენ მარგველაშვილმა მომცა მის საშუალება გამომეფინა მაშინ ჯავახიშვილის ცენტრალურ ოფისში დარბაზში ხო და გახსნაზე ვინ მოვიდა ის რომ ის არ დამიპატიჟნა იმიტომ ვიფიქრე რომ არ შევაწო ხო მხოლოდ მიუტანე ქვევით მონაზონ გოგონებს მიუტანე ესე ქალბატონებს მიუტანე ესე იგი დედავს მიუტანე მოსაწვევი და დავტოვე და წამოვედი ველოდებოდი ზვიად გამსახურდიასაც ველოდებოდი რომ აკაკი ბაქრაძესაც მაგრამ არა მოვიდა უწმიდესი და მაშინ მან თქვა პირველად რომ პირდაპირ საჯაროდ უკვე გახსნა რადგანაც უკვე იყო დოკუმენტი იყო გამოცემული ესე იგი 87 წლის ნოემბერში გამოცემული ეს წერილი ჩემი შესავალი და ამავე დროს ამოდენა 16 მეტრიანი პანორამა მან თქვა რომ ამბროს ხელა ჩვენ ტკივილია აფხაზეთიდან გაერთიანდება საქართველო სიტყვა სიტყვით რა აი რა თქვა არ შემიძლია გამეთქვა ხო არ იყავით იქ ჩემი ამუშევის წარდგენაზე უნივერსიტეტში ბატონი ეს ძალიან პირველ მოუყევით ისტორია მოყევით მართლაც